როგორც იქნა ამერიკელი მოსამართლეების ნაწილი მაინც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბავშვების აღზრდის საქმეში მშობელს თურმე მნიშვნელოვანი როლი ჰქონია. არა, ფსევდოლიბერალურ ამერიკას ჯერ კიდევ ჰგონია, რომ მშობელი მეორე ხარისხოვანი წარმონაქმნია, რომელსაც ბავშვის ლიბერალად ჩამოყალიბებაში მხოლოდ ხელის შეშლა შეუძლია. მაგრამ მადლობა ღმერთს, ერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში 9 წევრიდან 6 კონსერვატორია. ამ უპირატესობამ გადასტონა და ქვეყნის ყველაზე მაღალმა სასამართლო ინსტანციამ დაბლოკა ის შეზღუდვები, რომლებიც კალიფორნიის მთავრობამ დაუწესა სკოლებს. კერძოდ აუკრძალა სკოლის პერსონალს შეატყობინოს მშობელს მათი შვილების ტრანსგენდერული სურვილებისა და ეგრეთ წოდებული გენდერული დისფორიების შესახებ. მიზეზი ხომ იცით რაცაა? მშობლებს რომ არ მოეწონოთ შვილის ტრანსგენდერული ბოდვები, ხომ შეიძლება გადაარწმუნონ სქესის შეცვლა და ტრანსკლინიკის ნაცვლად ბავშვები ფსიქოლოგთან მიიყვანონ. რა ეშველება მაშინ ფსევდოლიბერალურ სამყაროს? ასე თუ გაუშვეს ხელიდან მანქურთობისთვის გამზადებული ახალგაზრდები, როგორ შეასრულონ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე deep state-ის გეგმა კაცობრიობის ტრანსგენდერიზაციასთან დაკავშირებით. ამიტომაც ათეულობით წელია შეერთებულ შტატებში და ზოგადად დასავლეთში სკოლებში მშობლებს უმალავენ, რომ მათ შვილს მენტალური პრობლემები აქვს და შველა სჭირდება. წარმოიდგინეთ ამ შიზოფრენიულ გენდერულ პოლიტიკას თვით ილონ მასკიც კი შეეწირა. ერჩვენიერ დღეს მასკმა სახლის კარები გააღო და იქ მისი ვაჟის ხავიერის ნაცვლად სქესაღრეული ტრანსგენდერი ვივიენი დახვდა. წარმოიდგინეთ, როცა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი შეიძლება გახდეს ამ გენდერული არანორმალურობის მსხვერპლი, რა შეიძლება დაემართოს ნებისმიერ მოქალაქეს. ამის შემდეგ გამწარებულმა მასკმა პროტესტის ნიშნად მთელი თავისი მრავალმილიარდიანი ბიზნესები კალიფორნიიდან ტეხასში გადაიტანა, თუმცა 2 წლის წინ ანტი-LGBT შეხედულებები ამერიკაში ჯერ კიდევ არასაკმარისად იყო მომწიფებული და ამიტომ ხელვარება ამ ამბავს არ მოჰყოლია. და აი როგორც იქნა შტატებშიც მოვიდა გაზაფხული და ამერიკელი მშობლები გამოფხიზლდნენ. ისე როგორი სიმპტომატური მოვლენაა, ხო? მრავალწლიანი საღათა ძილის შემდეგ მშობლები როგორც იქნა გამოფხიზლდნენ. ათეულობით წელია მათ ატყუებენ, შვილებთან დაკავშირებულ ინფორმაციას უმალავენ, პრაქტიკულად არაფრად აგდებენ და ისინი მხოლოდ დღეს გამოფხიზლდნენ. მოკლედ მთავარია გამოფხიზლდნენ და ბოლოს დაუპირისპირდნენ შტატის ამ გაუკუღმართებულ პოლიტიკას. შეიტანეს სარჩელები მათი როგორც მშობლების უფლებების, სიტყვის თავისუფლებისა და რელიგიური თავისუფლების დარღვევის ბრალდებით და დაიწყეს სამართლებრივი ბრძოლა. როგორც უკვე აღნიშნე, უზენაესმა სასამართლომ მშობლების მხარე დაიჭირა. მართალია, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოსამართლეებმა რატომღაც ძირითადად რელიგიის თავისუფლებაზე ისაუბრეს, მაგრამ ბოლოში მაინც მიაწერეს, რომ დიდი ხნის პრაქტიკის თანახმად სავარაუდოდ კაცობრიობის ისტორიული პრაქტიკა იგულისხმება, თურმე მშობლები ყოფილან პასუხისმგებელნი შვილების აღზრდაზე. ალილუია, შტატებში როგორც იქნა მიხვდნენ, რომ ბავშვებისთვის მთავარი არის ოჯახი და მშობელი და არა ფსევდოლიბერალური განათლება და გარყვნილების პროპაგანდა. როგორც იტყვიან, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. სიუჟეტის დასრულებისთანავე ჩვენ ამ თემაზე პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორთან თამარ ჩიბურდანიძესთან ერთად ვისაუბრებთ. დასავლური ცივილიზაციის საფუძვლად საუკუნების განმავლობაში ითვლებოდა ერთი მარტივი, მაგრამ შეუცვლელი პრინციპი. ოჯახი არის პირველადი სივრცე, სადაც ყალიბდება ადამიანის იდენტობა, ღირებულებები და მორალური ორიენტირები. სწორედ ამ საფუძველზე დგას თავისუფლების იდეაც, არა როგორც აბსტრაქტული კონცეფცია, არამედ როგორც რეალური პასუხისმგებლობა, რომელიც მშობელს საკუთარი შვილის წინაშე ეკისრება. თუმცა თანამედროვე რეალობაში აშკარად იკვეთება სხვა ტენდენცია, ცენტრალიზებული ინსტიტუტებისა და ბიუროკრატიული სისტემების თანდათანობითი შეჭრა იმ სივრცეში, რომელიც ისტორიულად ოჯახს ეკუთვნოდა. ამ ტენდენციის ერთ-ერთ ყველაზე მკვეთრ გამოვლინებად მიიჩნევა კალიფორნიის შტატის მსგავსი პოლიტიკა, რომელიც სკოლებს აძლევს შესაძლებლობას მშობელს არ მიაწოდონ ინფორმაცია იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე სკოლაში ამბობს ან იქცევა ისე, რომ საკუთარ თავს სხვა გენდერულ იდენტობას უკავშირებს და ითხოვს, რომ მას საკუთარი სქესისგან განსხვავებული ნაცვალსახელით მიმართონ. ანუ თუ ბავშვი სკოლაში იცვლის სახელს, მიმართვის ფორმას და საკუთარ იდენტობას,
სხვაგვარად განსაზღვრავს. ეს ინფორმაცია შეიძლება შეგნებულად არ მიეწოდოს მშობელს. იმ არგუმენტით, რომ თითქოს ასეთი თვითგამოხატვა დაცვას საჭიროებს, თუნდაც ოჯახისგან დამოუკიდებლად. თუმცა სწორედ ეს წარმოადგენს იმ იდეოლოგიურ არჩევანს, რომლის ფარგლებშიც ინსტიტუციური ძალაუფლება საკუთარ თავს მშობელზე მაღლა აყენებს და თავად განსაზღვრავს, ვინ უნდა იყოს ბავშვის ცხოვრებაში საბოლოო ავტორიტეტი. ამ მოდელში ბავშვი აღარ არის უბრალოდ პიროვნება, რომელიც ოჯახში იზრდება. ის გარდაიქმნება სუბიექტად, რომლის ფაქიზი ცნობიერების შთანთქმისთვის არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა იგივე deep state-ი გამალებით იბრძვის. სკოლა კი, რომელიც ცოდნისა და განვითარებისთვის განკუთვნილი სივრცე უნდა იყოს, თანდათან ხდება სოციალური და კულტურული ინჟინერიის ინსტრუმენტი. მასწავლებელი და ადმინისტრაცია კი შუამავლები ინსტიტუციურ წესრიგსა და ბავშვს შორის, თანაც მშობლის გვერდის ავლით. ამ პროცესის ყველაზე პრობლემური ასპექტი ის არის, რომ იგი ნელ-ნელად ცვლის თვითონ ზრუნვის და უსაფრთხოების მნიშვნელობას. როდესაც ფსევდოლიბერალური ფრთის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ბავშვის დაცვა მოითხოვს ინფორმაციის დამალვას მშობლისგან, ამით ისინი ქმნიან წარმოდგენას, რომ ოჯახი შეიძლება იყოს საფრთხის წყარო, ხოლო ბიუროკრატიული მექანიზმები ერთადერთი საანდო ინსტანცია. ამ პროცესს კი პირდაპირ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა იგივე deep state-ი ამოძრავებს, რომელიც ფორმალური ინსტიტუტების მიღმა განსაზღვრავს პოლიტიკურ და კულტურულ დღის წესრიგს. ამ მავნე იდეოლოგიური ნარატივის გავრცელება კი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება იმ სოციალურ და კულტურულ ლოგიკას, რომელზეც დასავლური საზოგადოებები აშენდა. სწორედ ამ საერთო კონტექსტში უნდა განვიხილოთ კალიფორნიაში განვითარებული პროცესები, რომლებიც ამ დაპირისპირების ერთ-ერთ ყველაზე კონკრეტულ და სამართლებრივ გამოხატულებას წარმოადგენს. უზენაესმა სასამართლომ კალიფორნიის შტატის სკოლებთან დაკავშირებული წესი, რომელიც მოსწავლეების გენდერულ თვითიდენტიფიკაციასთან დაკავშირებით მშობლებისთვის ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვას ითვალისწინებდა დროებით შეაჩერა. გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ საქმის საბოლოო განხილვამდე სკოლებს აღარ ეკრძალებათ მშობლების ინფორმირება იმ შემთხვევებში, როდესაც მათი შვილი სასკოლო გარემოში საკუთარ თავს ტრანსგენდერად ან გენდერულად სხვაგვარად წარმოაჩენს. მშობლებს, რომლებიც რელიგიური თავისუფლების საფუძველზე პრეტენზიას აცხადებენ, აქვთ გულწრფელი რელიგიური შეხედულებების სქესისა და გენდერის შესახებ და მიაჩნიათ, რომ ვალდებულნი არიან შვილები ამ შეხედულებების შესაბამისად აღზარდონ. კალიფორნიის პოლიტიკა არ ღვევს ამ შეხედულებებს. ამ ეტაპზე სასამართლოს ბრძანება დროებით ბლოკავს შტატის კანონს, რომელიც კრძალავდა მშობლებისთვის ავტომატური შეტყობინების მოთხოვნებს იმ შემთხვევაში, თუ მათი შვილები სკოლაში იცვლიდნენ ნაცვალ სახელებს ან გენდერული თვითგამოხატვის ფორმებს. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც მშობლებმა და მასწავლებლებმა გააპროტესტეს კალიფორნიის სკოლების პოლიტიკა, რომელიც მათი შეფასებით მიზნად ისახავდა სკოლების მიერ მოსწავლეთა ოჯახებისთვის ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვას. იურიდიული კომპანია თომას მორის საზოგადოების მიერ წარმოდგენილი კათოლიკე მშობლების ორი ჯგუფი აცხადებდა, რომ გუბერნატორ გევინ ნიუსომის მიერ 2024 წელს ხელმოწერილ შტატის კანონს სკოლების შეცდომაში შეჰყავდა და ფარულად უწყობდა ხელს მოსწავლეთა სქესის შეცვლას. ეს ისტორიული გადაწყვეტილება მშობელთა უფლებებთან დაკავშირებით ბოლო თაობის განმავლობაში მიღებული ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. სასამართლომ დაადგინა, რომ კალიფორნიის საიდუმლო ტრანზიციის სისტემა სავარაუდოდ არ ღვევს მშობლების უფლებებს, როგორც პირველი შესწორების რელიგიური თავისუფლების მუხლის, ისე მე-14 შესწორების სამართლიანი სამართლებრივი პროცესის მუხლის მიხედვით. მანვე აღნიშნა, რომ შტატმა ბავშვებს ჩამოაშორა საუკეთესო ინტერესების მთავარი დამცველები, მათი მშობლები. როდესაც საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს ვესაუბრები, ჩვენ განვიხილავთ პირველ ნაბიჯებს იმ მოსწავლეებთან შეხვედრისას, რომლებიც ამ გამოწვევის წინაშე დგანან. ეს არის მშობლებისა და დამხმარე საზოგადოების ჩართულობა. ჩემი დაკვირვებით მე მჯერა, რომ ოჯახი, როგორიც არ უნდა იყოს ის, ყველა პასუხის ნაწილია. კალიფორნია კი ამტკიცებდა, რომ მოსწავლეებს აქვთ უფლება დაიცვან კონფიდენციალურობა საკუთარი გენდერული თვითგამოხატვის შესახებ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ ეშინიათ ოჯახის მხრიდან უარყოფის.
შტატის თქმით, სკოლის პოლიტიკა და კანონმდებლობა მიზნად ისახავდა მოსწავლეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და მშობლის უფლებებს შორის ბალანსის დამყარებას. თუმცა უმაღლესი სასამართლოს კონსერვატიულმა უმრავლესობამ მშობლების მხარე დაიკავა და აღადგინა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული ბრძანება, რომელიც შტატის კანონს და სკოლის პოლიტიკას საქმის საბოლოო განხილვამდე ბლოკავს. მაგრამ ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა 3 ლიბერალი მოსამართლე, რომლებმაც განსხვავებული პოზიცია დააფიქსირეს და განაცხადეს, რომ საქმე ჯერ კიდევ ქვედა ინსტანციის სასამართლოებში განიხილება და ახლა ზომების მიღების საჭიროება არ არსებობს. სულ მცირე ამ სასამართლოს ეკისრება ვალდებულება სუვერენული შტატის მიმართ, რომ მისი პოლიტიკა დაუდევარი წესით არ გააუქმოს. თუ სასამართლოს შეუძლია სტანდარტული პროცედურების გამოყენება, თუმცა დღეს სწორედ ამას აკეთებს უმაღლესი ინსტანცია, შტატის პოლიტიკას აუქმებს. ამ კონტექსტში მიმდინარე იურიდიული დავა უკვე აღარ არის მხოლოდ კონკრეტული კანონის ბედი. ეს არის ბრძოლა იმაზე, თუ ვინ განსაზღვრავს ბავშვის ინტერესს, მშობელი თუ ინსტიტუციური აპარატი. ვინ ფლობს პირველადი ნდობის მანდატს, ოჯახი თუ ადმინისტრაციული სისტემა და საბოლოოდ რა ტიპის საზოგადოება ყალიბდება, ისეთი სადაც პასუხისმგებლობა მთავარი საფუძვლიდან, ოჯახიდან მოდის თუ ისეთი სადაც იგი ზემოდან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის მიერ განისაზღვრება. სწორედ ამიტომ ეს საკითხი სცდება ერთი შტატის საზღვრებს და იქცევა ფართო ცივილიზაციურ დებატად. ლიბერალიზმის ანატომიაში ახლა სტუმართან საუბრის დროა და ამისთვის ჩვენ მოვიწვიეთ სტუმრად ქალბატონი თამარ ჩიბურდანიძე, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი. ქალბატონი თამარ, მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი ბრძანდებით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დიდი მადლობა. ქალბატონი თამარ, აი როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა მშობლის უფლების კიდევ უფრო მეტად დარღვევა, როდესაც დედას და მამას უბრალოდ არ ეუბნებიან, რომ შენ შვილს ფსიქოლოგიური, ამ ფსიქიური მით უმეტეს პრობლემები აქვს. თელ ლიბერალურ დასავლეთში, აი ესეთი სტანდარტია, დავალებული აქვთ სკოლის მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციას, რომ თუ ბავშვს იქ რაღაცა გენდერული დისფორიზმს გავსი რამ გამოუჩნდება, თუ ბის გოგოდ გადაკეთება უნდა და პირიქით, მშობელს ეს არ უნდა უთხრან. რატო? იმიტომ რომ შემთხვევით მშობელმა ბავშვი არ გადაარჩინოს და ამ დეპრესიიდან თუ ფსიქოლოგიური რაღაცა მდგომარეობიდან არ გამოიყვანოს. იმიტომ რომ მაშინვე სკოლის მასწავლებლებს და სკოლის ადმინისტრაციას ბავშვი მიყავს ტრანსკლინიკებში. და იქ ეუბნებიან, რომ თუ ტრანს ოპერაციას არ გაიკეთებ, შენ მოკლედ თავს მოიკლავ ბოლოს. და მშობელმა შეიძლება წაიყვანოს უბრალოდ ფსიქოლოგთან და გადაარჩინოს. აი როგორ ფიქრობთ, ამაზე მეტი მშობლის უფლების დარღვევა. თუ შეიძლება საერთოდ წარმოვიდგინოთ. არა, ნამდვილად არ არსებობს ამაზე მეტი დარღვევა მშობლის უფლებების და მოდით ავხსნათ, რატომ ხდება ეს და რატომ მივიდა ლიბერალური იდეოლოგია ამ დონეზე. თანამედროვე ლიბერალიზმი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კატეგორიულად სცილდება და ცდება კლასიკური ლიბერალიზმის ჩარჩოებს და მთელს ფილოსოფიას და პოლიტიკას, რაც ხო კლასიკური ლიბერალიზმი დღეს ის არსად აღარ არსებობს არც ერთ ქვეყანაში. თანამედროვე ფსევდოლიბერალიზმი. ის ლიბერალიზმიც კი არ არის, ეს დამახინჯებული, გადაგვარებული ფორმაა. არა, ნამდვილად ის ლიბერალიზმი, რომელიც წარმოიშვა საუკუნე 2 საუკუნის წინ, ეს ლიბერალიზმი ეფუძნებოდა კიდევ ერთხელ ახსნი ეროვნულ იდენტობას და პიროვნულ იდენტობას, რომელშიდაც იყო ეროვნული ტრადიციული ღირებულებები. აი ეს არის ყველაზე მთავარი. აი ამ იდეოლოგიით დაფუძნდა, შემოვიდა ლიბერალიზმი პოლიტიკური იდეოლოგიების ასპარეზზე და დაიმკვიდრა თავისი ადგილი. თუმცა დღევანდელი ლიბერალიზმი კატეგორიულად ცდება იმ ყველა ჩარჩოს და რატომ ხდება დღეს ეს? დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს ულტრალიბერალიზმი, ფსევდოლიბერალიზმი, რომელსაც ჩვენ ხშირად ლიბერალურ ფაშიზმს უწოდებთ და დიახ, ეს არის ლიბერალური ფაშიზმის გავლენა, როდესაც მშობელს არანაირად არ ეკითხები, ყველანაირ უფლებას ართმევ და მისი დაბადებული, მისი გაზრდილი შვილის ბედწყვეტ შენ და არა მისი მშობელი.
რატომ ხდება ასე? ნახეთ, ლიბერალიზმი დღეს თანამედროვე, ახლა ეს პოლიტიკური იდეოლოგია ლიბერალიზმი და რა თქმა უნდა პოლიტიკას მოიცავს და პოლიტიკის მარწუხებში ბაშვება, აყალიბებს ყველაფერს ეს ნებისმიერი პოლიტიკური იდეოლოგია, განსაკუთრებით ლიბერალიზმი და მათთვის თითოეული ადამიანი არის სხვერპლი მისი იდეოლოგიის, მაგრამ გამოსაყენებელი მისი გრძელვადიანი პოლიტიკაში ყოფნის და არსებობისთვის. რატომ? ნახეთ, თუ კი ბავშვი მშობელმა ჩამოაყალიბა დამოუკიდებლად, თუ კი ბავშვი შეიტანა მან რაღაც ღირებულებები, ტრადიციული ოჯახური ღირებულებები, თუ კი ბავშვი თავიდანვე მშობელმა შენიშნა ეროვნული იდენტობა, რა თქმა უნდა, რელიგიური რწმენა, პიროვნული ოჯახური ღირებულებები, მაშინ ეს ბავშვი ხომ ვეღარ იქნება მისი იარაღი, არა მართვის იარაღი. მაგალითად აღარ გამოდგება. რა თქმა უნდა, ბუნებრივია. ლიბერალიზმის თანამედროვე ლიბერალიზმის, ამ ფსევდოლიბერალიზმის მიზანი არის თითოეული ადამიანი აქციოს მის მსხვერპლად, შეათრიოს მის მარწუხებში და მართოს ისე როგორც უნდა. ნახეთ, რა არის თანამედროვე ლიბერალიზმის მთელი აპოგეა. სრული თავისუფლება, პიროვნული თავისუფლება. ეს იმდენად მომხიბვლელია განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის და ბავშვებისთვის, რომ ამ თითქოს და მართლაც სრულ თავისუფლებაში, სინამდვილეში სრულ ტყვეობაში აღმოჩნდებიან ხოლმე ის ყველანი, ვინც ამ აბსოლუტური ფსევდოლიბერალიზმის ტყვეობაში ექცევა და მის გავლენის ქვეშ ექცევა. არავინ აღარ ასწავლის, რომ სრული თავისუფლება არ არსებობს. არ არსებობს, რა თქმა უნდა, შენი თავისუფლება ბოლოს და ბოლოს იქ თავდება, სადაც ხვითი თავისუფლება იწევა. რა თქმა უნდა, მაგრამ თვითონ ეს ფსევდოლიბერალიზმი, რომელიც ადამიანს პირდება და განსაკუთრებით ბავშვები, მოზარდები და ახალგაზრდები ამის ტყვეობაში, იმიტომ რომ მათ მოსწონდეს უკიდეგანო თავისუფლება, თვითონ ფსევდოლიბერალიზმი არ ღვევს თავისუფლების პრინციპებს, იმიტომ რომ ის იმონებს ყველას, სადაც ვისშიდაც შეაღწევს. წარმოგიდგენთ, რამდენად ძლიერია ეს ფსევდოლიბერალიზმი თავისი გავლენებით, უპირველეს ყოვლისა დასავლეთში და ზოგადად რასთან გვიწევს ჩვენ ბრძოლა. წარმოიდგინეთ, ილონ მასკი გახდა ზუსტად ასეთი დამოკიდებულების მსხვერპლი, ზუსტად ასეთი მისი უფლებები მშობლის თვალსაჩინით უკიდურესად შეილახა, ერთჩვენიერ დღეს გააღო კარები და მისი ვაჟი ხავიერის მაგივრად დახვდა გოგო ვივიენი. და ადამიანმა აღმოაჩინა, რომ ანუ ყველა მოატყუა უბრალოდ, არავითარი ინფორმაცია არ მიაწოდეს და ხა სიმპტომატური რატოა ეს მაგალითი? ადამიანი, რომელსაც უკიდეგანო შესაძლებლობები აქვს მატერიალური, ხო? ისაც კი აღმოჩნდა აი ამ ასე ვთქვათ იდეოლოგიის მსხვერპლი. ხა წარმოიდგინეთ, რა დონეზეა დაუცველი ზოგადად ჩვეულებრივი ადამიანი. დიახ, მოდით მე არ გამოვრიცხავ და მაქვს დიდი ეჭვი იმისა, რომ სწორედ ილონ მასკის შვილი იყო მიზანში ამოღებული ლიბერალების მხრიდან და ჩვენ არ ვიცით რა გარემოცვაში, რა სოციუმში იზრდებოდა ის ბავშვი, რა გავლენები ჰქონდა გარე, რა მიზან მიმართულად მუშაობდნენ თუ არა. შესაძლებელია ბავშვი იყო რაღაც, თქვათ, მონაცემები, მაგრამ პროპაგანდა, ამის გამოვლენის, ამის მიმართულების, ანუ დინების მათ გაუხსნეს ალბათ გზა, იმიტომ რომ ილონ მასკი არ არის რიგითი მოქალაქე მსოფლიოს მასშტაბით, არა მარტო ამერიკაში, არამედ გლობალურ პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, ის იქნებოდა საჩვენებელი, ანუ ის იქნებოდა მაგალითი სხვა ახალგაზრდებისთვის, რომ აი ამ ილონ მასკის შვილიც კი ტრანსგენდერი გახდა, მან შეიცვალა სქესი და აქედან გამომდინარე, მე მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამ ბავშვზე შესაძლებელია თავიდანვე მიზან მიმართულად ხდებოდა. უზენაესმა სასამართლომ ამერიკაში პრაქტიკულად კალიფორნიას აუკრძალა ამდაგვარი მეთოდის გამოყენება და მშობლებისთვის ინფორმაციის მიწოდება დაავალა. მაგრამ მეორე საკითხია, ეს მშობლები ამდენი ათეული წლის განმავლობაში ან სად იყურებოდნენ, ან რას ელოდებოდნენ, როდესაც ხედავდნენ, რომ პრაქტიკულად მათი უფლებები ილახება, მათ არ აძლევენ საშუალებას, რომ საკუთარ შვილთან მიმართებაში რაღაც გადაწყვეტილება მიიღონ, ინფორმაციას უმალავენ და უღუპავენ შვილს ყველაფერს თავიდანვე. 30 წელია ამ მდგომარეობაში ცხოვრობს ეს დასავლეთი. და მხოლოდ ეხლა დაიწყო გამოფხიზლება. კიდე კაი ჯობს გვია ვიდრე არასდროს, მაგრამ აქამდე სად იყვნენ? ეს ხო ცალკე თემაა გარკვეულწილად. რა თქმა უნდა, ეს არის უკვე საზოგადოების ფსიქოპორტრეტი. ნახეთ, წარმოიდგინეთ, ის საზოგადოება, რომელსაც დარწმუნებული ვარ, არც მაშინ არ მოსწონდათ ეს თემა, არც მაშინ არ მოსწონდათ, რომ შვილებს ართმევდნენ მშობლებს. პირდაპირ წართმევაა ეს შვილის წართმევა მშობლისგან და არ მოსწონდათ, მაგრამ იცით რა იყო? ეს იყო
ქვეყანაში გამეფებული პოლიტიკური იდეოლოგია, რომელიც მართავდა სახელმწიფოს და სახელმწიფო პოლიტიკას. ეს იყო დემოკრატიული, ეს იყო თვითონ ლიბერალიზმი, რომელიც კრძალავდა სხვა რამეს. იცით, ლიბერალიზმი ძალიან მკაცრი იდეოლოგია. უსასტიკესი, რა თქმა უნდა, უსასტიკესი იდეოლოგია. მე საკუთარ თავზე გამოვცადე ეს პირადად საქართველოში წარმოიდგინეთ ამ ტრადიციულ ქვეყანაში და თქვენ წარმოიდგინეთ ქართული ოცნების პირობებში, როდესაც ჩვენ ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში 2012 წელს, ჩვენ მოვედით, იცით რომ მაშინ დავიწყეთ დემოგრაფიულ პოლიტიკაზე მუშაობა, მაშინ საქართველოში მართველი იდეოლოგია ეს იყო ლიბერალური იდეოლოგია, იმიტომ რომ ჩვენ არ შეგვეძლო ამ ხელა აი ეს რაღაც პოლიტიკური მანქანა იყო, რომელიც საქართველოში იყო ჩართული, ამის წინააღმდეგ დადგომა ჩვენ ვიცით, რასაც გავდივართ ბოლო წლებში, ყველამ დაინახა ესა, ეს იყო იგივე, მაგრამ ჩვენ ესე ხისტად ვერ დაუპირისპირდებოდით მათ და როდესაც დემოგრაფიულ პოლიტიკაზე დავიწყეთ მუშაობა, თურმე ეს გააღიზიანებს ეთნიკურ უმცირესობებს, არადა ჩვენ მთელს ეთნოსზე გვქონდა ეს დემოგრაფიული დღემდე ესე ხორციელდება საქართველოში და თქვენ წარმოიდგინეთ, გაეროს მაშინდელმა წარმომადგენლობამ საქართველოში კეთილი, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში სიტყვა კეთილი რჩევა მოგცა, რომ სიტყვა გენოფონდი არ გამოგვეყენებინა ხშირად. იქნებ აღარ გამრავლდეთ, ხო, არა, იქნებ აღარ გამრავლდეთ, არა, მაგრამ ნუ სიტყვა გენოფონდი შესაძლებელია ეს აღიზიანებდეს სხვებს. რატომ გენოფონდში მოიაზრება ქართველიც, აზერბაიჯანელიც, ომეხიც და ეს არის საქართველოს გენოფონდი, ხო? თქვენ ვერ წარმოიდგენთ ჩვენ რა ბრძოლა გადავიტანეთ საქართველოში. ანუ საერთაშორისო ორგანიზაციები, სხვადასხვა დონორი ორგანიზაციები პირდაპირ ბლოკავდნენ საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას. პირდაპირ გეუბნებით, ისინი გბლოკავდნენ ყველაზე მეტად, ისინი მუშაობდნენ ხელისუფლებას და შიგნით ყვავდა ეს. რა თქმა უნდა, შიგნით ყვავდნენ ლიბერალები და სერიოზული ზეწოლა იყო ჩვენზე, ვერ წარმოიდგენთ რას გავუძელით, რა არტახები ავიწყვიტეთ და ბოლომდე მოვიტანეთ და დღეს უკვე ამოისუნთქა ხელისუფლებამაც ქართულმა ხალხმაც, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ვილაპარაკოთ მაინც. ეხლა თქვენ მესაუბრებით ამერიკაზე, ამერიკულ ოჯახებზე, რომლებიც აი ამ ზენიტის პერიოდში, როდესაც ლიბერალიზმი იყო ზენიტში ამერიკაში, ისინი ხმას ვერ იღებდნენ და რატომ იღებენ დღეს ხმას? იმიტომ რომ ტრამპის პოლიტიკურმა ჯგუფმა შემოიტანა სულ სხვა იდეოლოგია. ნუ ყოველ შემთხვევაში განაცხადი ასეთი აქვს. ნუ რამდენიმე ქმედებაც რაღაც კანონი, რაღაც ბრძანებაც გამოიცა დაახლოებით, თუმცა უჭირთ მათ კონსერვატიზმის განვითარება ამერიკაში, იმიტომ რომ ამერიკა უკვე ლიბერალიზმის ტყვეობაშია. აი თქვენ ახსენეთ, რომ შეერთებულ შტატებში ძალიან ძლიერია ეს ლიბერალური ფლანგი. და მიუხედავად იმისა, რომ 2 წელიწადია გარკვეული მცდელობები არსებობს ამ ახალი ადმინისტრაციის, უკვე რაღა ახალი, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან შეცვალოს არსებული სიტუაცია, ბევრს ვერაფერს აღწევენ, მინდა გითხრათ და აი 2 დღის წინანდელი ამბავი ამისი ძალიან არასასიამოვნო, მაგრამ დამადასტურებელია. ნიუ-იორკში Stonewall-ის ბარი რო არის, გეი ბარი, ასე თქვა, ცნობილი, მაგათი სიმბოლო და ღირსშესანიშნაობა. თებერვალში, ანუ თვენახევრის წინ, ტრამპის ადმინისტრაციამ ჩამოხსნა იქიდან LGBT დროშა, რაც უზარმაზარ გამარჯვებად გასახდა. და ბუნებრივიც არის, ხა მთავარი ღირსშესანიშნაობიდან LGBT მიმართულებისა ჩამოხსნა დროშა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკა დიდწილად გათავისუფლდა ამ შიზოფრენიისგან. მაგრამ სულ რაღაც თვენახევარი აღმოჩნდა ეს ყველაფერი შესაძლებელი და აგერ ორშაბათს, რამდენიმე დღის წინ ტრამპი ისევ დათანხმდა იმას, რომ ეს დროშა უნდა დაიკიდოს და უფრო მეტიც დათანხმდა, რომ ეს დროშა მუდმივად უნდა ეკიდოს ამ ღირსშესანიშნაობაზე. ანუ ნიშნავს თუ არა ეს, რომ პრაქტიკულად არ მინდა ამისი პირდაპირ თქვა, რომ deep state-მა გაიმარჯვა და ამ ოლიგარქიულმა მმართველობამ პრაქტიკულად დაამარცხა. მაგრამ, ნუ, ყოველ შემთხვევაში მივდივართ თუ არა ამისკენ, რა განწყობებია, იმიტომ რომ ამ იმაზე თუ რაც ხდება შეერთებულ შტატებში, დიდწილად მე დამოკიდებულია იგივე ევროპული ფსევდოლიბერალური მიმართულებები და არა მარტო იქ ჩვენზე დიდ გავლენას ახდენს. დიახ, ტრამპის მიმართულება, რომელიც ნამდვილად მიუახლოვდა და გავს იმ კონსერვატივს და იმ ემარჯვენე იდეოლოგიას, პოლიტიკურ იდეოლოგიას, რომელიც მიზნად ისახავს ტრადიციების შენარჩუნებას, ღირებულებით სისტემას, აი ამ სისტემაზე აგებს სახელმწიფო პოლიტიკას, არა მხოლოდ ეკონომიკას. მე ვერ ვიტყვი ჯერჯერობით, დიახ, განცდა არის, თუმცა ამერიკელებს თვითონ ამ დემოკრატებს და ლიბერალებს ძალიან დიდი იმედი აქვთ, რომ ისინი დაამარცხებენ ტრამპს
თუმცა სიმართლე გითხრათ, მე არ მაქვს თლად ამის მოლოდინი, იმიტომ რომ ტრამპის დამარცხება ჯერ კიდევ მის პირველ პრეზიდენტობის პერიოდში სადეს, თუ გახსოვს მისი იმპიჩმენტის პერიოდი და ვერ შეძლეს. ასე მარტივი არ არის ამერიკაში არჩეული პრეზიდენტის გადაყენება ვადაზე ადრე. იქ სისტემა მართავს ამერიკას და არა, თქვა, თითო პიროვნება, თუნდაც პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, ტრამპს დასჭირდა. დასჭირდა იმიტომ, რომ ის ფაქტობრივად ჩიხში შევიდა ირანის ომის თემით. მას დასჭირდა იმიტომ, რომ თუნდაც უკრაინის თემა, როდესაც ისინი აღარ აფინანსებენ უკრაინას ამ კოლოსალური თანხებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელმწიფოებრივად სწორი ნაბიჯი იყო ამერიკისთვის, ამერიკაში ძალიან ბევრი ლიბერალი ცხოვრობს, რომელიც ვივა უკრაინას გაიძახის და მათთვის ეს მთავარი იყო, ხომ? ნახეთ რა ხდება, თვითონ პოლიტიკური არეულობა არის ამერიკაში და ტრამპი იძულებული გახდა, რადგან ლიბერალები ამ დონეზე ბატონობენ ამერიკაში, იძულებული გახდა, რომ ის დროშა ისევ დაეკიდა. ეს იყო ტრამპი, როცა ამერიკაში მოვიდა თავისი გუნდით, ეს მხოლოდ ამერიკაში არ წყდებოდა ეს საკითხი, ხომ? ნუ ამერიკა ახლა ქვეყანა იყო, სადაც ეს გუნდი მოვიდა, მაგრამ ეს იდეოლოგია სადღაც იყო ჩანაფიქრი, რომ კონსერვატული იდეოლოგია უნდა შემოსულიყო გლობალურ პოლიტიკაში, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის სამყაროს გადარჩენის ერთადერთი შანსი დღეს, იმიტომ რომ ლიბერალებს სამყარო მიყავს დაღუპვამდე. ეს არის აღსასრული სამყაროს აღსასრული. აქედან გამომდინარე კონსერვატიზმი, ანუ ეს ტრადიციული კულტურა, ტრადიციული პოლიტიკურ კულტურაზე დაფუძნებული იდეოლოგია და პოლიტიკა, ეს არის ერთადერთი ხსნა სამყაროში. ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია, რომ კონსერვატიზმი არის ერთადერთი იდეოლოგია, რომელიც გადაარჩენს სამყაროს. და ჩვენც ვიმედოვნოთ, რომ საბოლოო ჯამში იგივე პროგრესული კონსერვატიზმი, კიდევ პროგრესული კონსერვატიზმი, რომ შეერთებულ შტატებშიც მოახერხებენ და იმ მონაპოვარს თუნდაც რაც ბოლო წლინახევრის განმავლობაში იქნა მიღწეული არ დაკარგავენ, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკური იდეოლოგიური კონტექსტები ძალიან სერიოზულ ზეგავლენას ახდენს დანარჩენ მსოფლიოზე. ამიტომაც ვართ ჩვენ დაინტერესებულნი, რომ შეერთებულ შტატებში ეს ყველაფერი იმ მიმართულებით წავიდეს, რა იმედებით თავიდან ჩაგვისახა თუნდაც იგივე ტრამპმა. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მე დაგემშვიდობებით და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმ იმედს, რომ ჩვენ არაერთხელ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს ამ სტუდიაში, რადგან ძალიან ბევრი საინტერესო თემა კიდევ გასაანალიზებელი გვაქვს. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი თამარ ჩებურდანიძე გახლავთ. თუ შეერთებულ შტატებში კონსერვატიულად განწყობილი უზენაესი სასამართლოს ანტი-LGBT გადაწყვეტილებები დიდი ხანია აღარავის უკვირს, ფსევდოლიბერალურ ევროპაში და კიდევ უფრო ფსევდოლიბერალურ ფინეთში ჩატარებულმა და შემდეგ გამოქვეყნებულმა სამედიცინო კვლევამ მთელი მსოფლიო გააოგნა. ან ფინეთის ჯანდაცვის სისტემაში რაღაც სერიოზული მენტალური ცვლილებები მოხდა, ან რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი და კვლევის ანტი-LGBT შედეგები უბრალოდ გამოეპარათ კვლევითი ლაბორატორიიდან. მოკლედ ფინეთში ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ იმ ახალგაზრდებში, რომლებსაც სქესის შეცვლის კურნალობა ჩაუტარდათ, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ბევრად უფრო ხშირად და მძაფრად ჰქონდათ გამოვლენილი, ვიდრე იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სქესის შეცვლის საბაბით სხეული არ დაუსახიჩრებიათ. კვლევისას 2093 ტრანსგენდერი ახალგაზრდა ადამიანი გამოიკითხა. გაიგო, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ამ ადამიანებში ოპერაციამდეც ძალიან მაღალი, თითქმის 46% იყო. სამედიცინო ჩარევის შემდეგ კი კიდევ უფრო გაიზარდა და 62%-ს მიაღწია. ანუ კვლევამ გამოააშკარავა უმნიშვნელოვანესი რეალობა. აღმოჩნდა, რომ ეგრეთ წოდებული სამედიცინო სქესის შეცვლის შემდეგ ფსიქიატრიული საჭიროებები გენდერული დისფორიით დაავადებულ ადამიანებს არათუ შეუმცირდათ, პირიქით მკვეთრად გაეზარდათ. ფსიქიური აშლილობის ტენდენცია განსაკუთრებით ძლიერი იყო იმ ტრანსგენდერებს შორის, რომლებმაც ეგრეთ წოდებული ტრანსგადასვლა 2010 წლის შემდგომ გაიარეს. მათი ფსიქიკური პრობლემები გაცილებით მძიმე ხასიათის აღმოჩნდა ოპერაციამდეც და ოპერაციის შემდეგაც. ესე იგი, პირველი რაც ამ კვლევამ დაადასტურა არის ის, რომ არავითარი ტრანს ოპერაციები და ვითომ სქესის შეცვლის პროცედურები გენდერულ დისფორიებს, თინეიჯერულ დეპრესიებს და ფრუსტრაციებს გარდატეხის ასაკში არ შველის. პირიქით, ამ ანტიმედიცინას და სხეულის დასახიჩრებას მოზარდები კიდევ უფრო მეტ აშლილობამდე და ფსიქიკურ პრობლემებამდე მიჰყავს. მათ შორის როგორც ბიჭები, ისე გოგონებიც.
ბიჭებში, რომლებიც გოგოდ გადაკეთებას ცდილობდნენ, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები დროთა განმავლობაში მკვეთრად 10-დან 60%-მდე გაიზარდა, ხოლო გოგონებში, რომლებიც მამაკაცად გახდომას ლამობდნენ, ეს მაჩვენებელი 21-დან 55%-მდე გაიზარდა. კვლევამ კიდევ ერთი უნიშნელოვანესი რეალობა დაადასტურა. როგორც გაირკვა, სქესის გადაკეთების მსურველი ახალგაზრდების დიდი ნაწილი ამ გადაწყვეტილებამდე ფსიქიკური აშლილობის ფონზე მიდის. ანუ, ბევრი მოზარდი ტრანს ოპერაციამდეც ებრძოდა ფსიქიატრიულ პრობლემებს. გამოდის, რომ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე Deep State-ის და მისი მართული LGBT ორგანიზაციების მტკიცება, რომ გენდერული დისფორიის დასამარცხებლად ყველაზე ეფექტური საშუალება ტრანს ოპერაცია არის ტყვილი და ბოლო 30 წლის ერთ-ერთი მთავარი საუკუნისაფიორა. გენდერული მკურნალობა ფსიქიკურ მდგომარეობას არ აუმჯობესებს და ხშირ შემთხვევაში მის გაუარესებასაც იწვევს. ეს არა ვარაუდები, არამედ მეცნიერულად დადასტურებული ფაქტებია, რომლებსაც როგორც ადრე, ისევე ახლა არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე Deep State-ის დაქვემდებარებაში მყოფი ფსევდოლიბერალური ორგანიზაციები მალავენ. კიდევ ერთი მტკიცებულება ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა და მორიგჯერზე დაადასტურა ის, რაც ყველამ ისედაც დიდი ხანია ვიცით. მოზარდებმა, რომლებმაც სქესის შეცვლის პროცედურები ჩაიტარეს, ფსიქიკური პრობლემების მაღალი მაჩვენებელი აქვთ. ფინეთში ჩატარებული მასშტაბური სამედიცინო კვლევა კიდევ ერთხელ ამხელს გენდერული იდენტობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, სერვისებსა და მათ მიერ მოტანილ ზიანს ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. კვლევა სახელწოდებით ფსიქიატრიული ავადობა მოზარდებსა და ახალგაზრდა ზრდასრულებში, რომლებიც 1996-2019 წლებში ფინეთში სპეციალიზებულ გენდერულ იდენტობის სერვისებს მიმართავდნენ, 23 წლის მონაცემებს აერთიანებს და 2000-ზე მეტი პაციენტის ისტორიას ეფუძნება. კვლევრებმა შეისწავლეს მოზარდები და ზრდასრულები, რომლებმაც გენდერული იდენტობის საკითხებთან დაკავშირებით სპეციალიზებულ სამედიცინო სერვისებს მიმართეს. ახალმა სამედიცინო დასკვნამ ისევ დაადასტურა უტყუარი ფაქტი, რომ გენდერული დისფორიის დიაგნოზის მქონე მოზარდებსა და ახალგაზრდებს, რომლებმაც სქესის ცვლილებისთვის სამედიცინო ჩარევები ჩაიტარეს, ფსიქიკური ჯანმრთელობის შედეგები უფრო უარესი ჰქონდათ, ვიდრე იმ ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც მსგავსი სხეულის ცვლილებები არ განუხორციელებია. ირკვევა, რომ მოზარდებს, რომლებსაც სამედიცინო გამოკვლევაზე მიმართვა გენდერული დისფორიის ნიშნით ჰქონდათ, მათი ფსიქიკური პრობლემები ჯერ კიდევ სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმართვამდე მნიშვნელოვნად მაღალი იყო, დაახლოებით 45%. მაშინ, როდესაც კვლევის საკონტროლო ჯგუფში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 15% შეადგენდა. მდგომარეობა სულ უფრო რთულდება. ირკვევა, რომ ეგრეთ წოდებული მკურნალობიდან 2 წლისა და მეტი პერიოდის გასვლის შემდეგ ფსიქიკური პრობლემების გავრცელება ასეთ ახალგაზრდებში 60%-ს აჭარბებს. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ სქესის ეგრეთ წოდებული ცვლილების შემდეგ ფსიქიატრიული საჭიროებები არათუ მცირდება, რიგ შემთხვევებში კიდევ უფრო იზრდება. მიუხედავად ამისა, გენდერული დისფორიის მიზეზით სულ უფრო მეტი ახალგაზრდის დასახიჩრება მიმდინარეობდა და მიმდინარეობს. კვლევებს უგულებელყოფენ. მოზარდების საოპერაციო მაგიდებზე კონვეირული წესით გაშვება მოიტანა ის შედეგი, რომ 2010 წლის შემდეგ პაციენტებს უფრო მაღალი ფსიქიატრიული საჭიროებები ჰქონდათ, ვიდრე ადრინდელ ჯგუფებს. ფემინიზაციის პროცესის შემთხვევაში ფსიქიკური პრობლემების მაჩვენებელი თითქმის 6-ჯერ, ხოლო მასკულინიზაციის შემთხვევაში თითქმის 3-ჯერ გაიზარდა. საერთო ჯამში ასეთი პაციენტები ფსიქიატრიული სირთულეების წინაშე დგანან ბევრად უფრო ხშირად, ვიდრე მათი თანატოლები. გენდერული იდეოლოგიის მხარდამჭერები ჯიუტად უარყოფენ ფაქტებს და მიუხედავად სხვადასხვა კვლევებისა ამტკიცებენ, რომ სქესის შეცვლის პროცედურებს თითქოს არანაირი ზიანი არ მოაქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი გენდერული იდენტობის საკითხთან დაკავშირებული დიაგნოზი ფსიქიკური აშლილობის კლასიფიკაციიდან ოფიციალურად 2019 წელს ამოიღო, როდესაც ძალაში შევიდა დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციის ახალი ვერსია. მანამდე გამოყენებული ტერმინი გენდერული იდენტობის აშლილობა შეიცვალა ფორმულირებით გენდერული შეუსაბამობა და ფსიქიკური ჯანმრთელობის კატეგორიიდან სექსუალური ჯანმრთელობის კატეგორიაში გადავიდა. არადა ფინურ კვლევაში შავით თეთრზე წერია, რომ ფსიქიატრიული მკურნალობის საჭიროების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა იმ მოზარდებში, რომლებმაც სქესის სამედიცინო ცვლილება ჩაიტარეს, განსაკუთრებით მათში, ვინც ქალად გადაკეთებას ცდილობდა.
რაც შეეხება მამაკაცის ჰორმონების მიღებას, ქალებში შესაძლოა დროებით გააუმჯობესოს განწყობა, თუმცა ეს ძალიან მოკლევადიანი ეფექტია. ფსიქიატრიული საჭიროებები მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ შემთხვევაშიც, როცა პაციენტებმა მასკულინიზაციის პროცედურები ჩაიტარეს. ფაქტია, რომ სქესის სამედიცინო გზით ცვლილების შემდეგ ფსიქიატრიული მკურნალობის საჭიროება მუდმივად იზრდება. მსგავსი კვლევა ფინელებმა შარშანაც ჩაატარეს. მაშინდელმა შედეგებმა აჩვენა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ტრანსგენდერი ადამიანი ნანობდა სქესის შეცვლის გადაწყვეტილებას. ფინელები 1359 პაციენტს დააკვირდნენ, რომლებმაც 1996-2019 წლებში დაიწყეს საპირისპირო სქესის ჰორმონების მიღება. კვლევამ აჩვენა, რომ მათგან თითქმის 8%-მა შეწყვიტა ეს მკურნალობა. 2013-2019 წლებში ჰორმონოთერაპია თითქმის 3-ჯერ უფრო მეტმა ადამიანმა შეაჩერა, ვიდრე 1996-2005 წლებში. კვლევრები სწორედ ამ დაკვირვებებიდან გამომდინარე ითხოვენ, რომ გენდერული დისფორიის მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია განხილული იყოს როგორც მისი ეფექტები, ისე პაციენტის მოლოდინები. სამედიცინო კორპორაციები, რომლებიც ჩართულები არიან ახალგაზრდების გადაგვარებაში, პაციენტებს ინფორმაციას განზრახ უმალავენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ხომ გაცილებით ნაკლები მოზარდი გადაწყვეტს სხეულის დამახინჯებას. ეს კი deep state-ის გეგმებში არ შედის. ამიტომ ფიზიკური თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის გართულებების შესახებ პაციენტებს არ აფრთხილებენ. ფაქტობრივად გამოდის, რომ ბევრი ახალგაზრდა სქესის შეცვლისთვის საჭირო პროცედურებს შესაბამისი შეფასების და გააზრების გარეშე იწყებს. შემდეგ კი სხვა ფიზიკურ პრობლემებთან ერთად ფსიქიკური პრობლემებიც ჩნდება. ჯერ კიდევ 2 წლის წინ Daily Wire-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში ტრანსგენდერი კაცი სკოტ ნიუჯენტი ღიად საუბრობდა ამ თემაზე. ჟურნალისტის კითხვაზე ოპერაციამდე მასთან იყო თუ არა რაიმე სახის განხილვა, რისკების და გვერდითი მოვლენების შესახებ, ნიუჯენტი პასუხობს, რომ არა. არა, არ ყოფილა. მე ვიცი, რომ ადამიანებს ზურთ იფიქრონ, რომ არის რაიმე სახის გაფრთხილებები, მაგრამ არა, ეს ასე არ არის. სიმართლე ისაა, რომ სქესის შეცვლა სამედიცინო გზით არის ექსპერიმენტული. ჩვენ გვაქვს კვლევები, რომ თითქოს სქესის შეცვლა ეხმარება ადამიანს მენტალური ჯანმრთელობის გამყარებაში, მაგრამ გრძელვადიანი კვლევები აჩვენებს, რომ სქესის შეცვლიდან 7-დან 10 წლამდე გასვლის შემდეგ ტრანსგენდერი ადამიანები ყველაზე მეტად არიან მიდრეკილები თვითმკვლელობისკენ. მაგრამ დღეს ამის თქმა ტრანსფობიად მიიჩნევა და ამაზე არავინ საუბრობს. სექსუალური გადახრებისა და ტრანსგენდერიზმის პოპულარიზაცია, რომელსაც 10 წლეულებია deep state ეწევა, ახალგაზრდებზე კარგად მუშაობს. შედეგად, თუ 2020 წლის მონაცემებით, მაგალითად, ამერიკელების 5.6% აიდენტიფიცირებდა თავს LGBT თემის წარმომადგენლად, მომდევნო კვლევაში ეს მაჩვენებელი თითქმის გაურმაგდა და 9.3% შეადგინა ყველა ასაკობრივ ჯგუფში. ეს ნიშნავს, ყოველი მეათე თავს აღიქვამს როგორც LGBT პირი, რაც მაგალითად 2012 წელთან შედარებით 3-ჯერ მეტია. თუ ცალკე გამოვყოფთ ჯენზის პროცენტულ მაჩვენებელს, ის 23%-ს აჭარბებს. გამოდის, რომ ყოველი მეხუთე ჯენზი წარმომადგენელი თავს არატრადიციული ორიენტაციისა და ცხოვრების წესის მიმდევრად აიდენტიფიცირებს. სტატისტიკა ასევე აჩვენებს, რაც უფრო ახალგაზრდაა თაობა, მით მეტად იზრდება LGBT პროცენტული მაჩვენებელიც. შესაბამისად, მეტად იზრდება ფსიქიკური პრობლემების მქონე ახალგაზრდების რიცხვი. უბერტატული ბლოკატორები, ჰორმონები და ოპერაციები იწვევს სხვადასხვა მძიმე გართულებებს, მათ შორის უშვილობას და შესაძლოა კიბოს. ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში მოუწევს გაუმკლავდეს იმ შეუქცევად სამედიცინო შედეგებს, რომლებიც სქესის შეცვლას ახლავს თან. დროთა განმავლობაში კი ამ ყველაფრის გაცნობიერება, რა თქმა უნდა, აღრმავებს ფსიქოლოგიურ პრობლემებს, რაც ყველაზე რთული მისაღებია ახალგაზრდებისთვის. ამ პროცედურების შემდეგ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობს. ფინური კვლევა კიდევ ერთხელ ხსნის საერთაშორისო დისკუსიას საკითხზე და კვლავ აჩენს კითხვებს. მიუხედავად არაერთი კვლევისა, რატომ არ იცვლება არსებული მიდგომები და რამდენად არის დაცული ახალგაზრდა ადამიანების ჯანმრთელობა დასავლურ ქვეყნებში. ამერიკის უზენაესი სასამართლო შეიძლება ძალიანაც ცდილობს LGBT შიზოფრენიის ნეგატიური მხარის წარმოჩენა საზოგადოებისათვის. ფინელების ჩატარებული კვლევაც ეხმარება მას ამ საქმეში, მაგრამ რა ბედი ეწევა ტრამპის ანტი-LGBT პოლიტიკას სრულიად გაუგებარია. სულ 2 დღის წინ გაირკვა, რომ ჰომოსექსუალებისა და ტრანსგენდერების რისხვა დონალდ ტრამპი მორიგჯერზე დამარცხდა Deep State-ის LGBT დღის წესრიგთან ბრძოლაში. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გამარჯვების აღსანიშნავად ნიუ-იორკში
სტოუნუოლის მონუმენტზე LGBT დროშა კვლავ ამაყად აფრიალდება და ეს მას შემდგომ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ თებერვალში გარყვნილების ეს სიმბოლო საზეიმოდ ჩამოხსნა და ნიუ-იორკი ამ ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ღირსშესანიშნაობისაგან გაათავისუფლა. თუმცა როგორც გაირკვა, სულ რაღაც თვენახევრით. მეტი ტრამპის ანტი-LGBT პოლიტიკამ ვერ გაძლო. სტოუნუოლის ისტორია ხომ გახსოვთ? ესაა ნიუ-იორკში მდებარე გეი ბარი, სადაც 1969 წელს ჰომოსექსუალები და ლესბოსელები აბუნტდნენ. ქუჩაში გამოცვივდნენ და როგორც დღეს იტყოდნენ, coming out-ი მოაწყვეს. მოკლედ ჩვენ გეები ვართ და ყველამ გვაღიარეთო. ამის შემდეგ ეს გეი ბარი სტოუნუოლში ისტორიულ შენობად და ნიუ-იორკის გამორჩეულ ღირსშესანიშნაობად ითვლება. როგორც მოსალოდნელი იყო, დროშის ჩამოხსნის შემდეგ სხვადასხვა გეი ორგანიზაციებმა და LGBT მემკვიდრეობის დაცვის ჯგუფებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. მაგრამ სრულიად მოულოდნელად ტრამპის ადმინისტრაცია შეთანხმებაზე წავიდა და ცისარტყელას დროშის ხელახლა დამონტაჟებას და იქ მის სამუდამოდ დატოვებას დათანხმდა. საინტერესოა, ამერიკულ ჯარში და ქალთა სპორტში ტრანსგენდერების დაბრუნებასაც ხომ არ უნდა ველოდოთ შემთხვევით. ყოველ ხუთშაბათ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. ის კიდევ უფრო ანალიტიკური, შემეცნებითი და საინტერესო გახდა. დროებით.